შესიცოცხლე. ალბუღაზე ბევრი გამიგია. რანებას ყოფილი ლეიტენანტს ჩემგან? ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. მისტერ, არ გინდა რა შიპიტი რა? შიპიტი? რა არის შიპიტი? რატომ დაინტერესდით? მინა გორდეზიანით. მე ვიცი, ესე იგი, ციხის ეზოში ავტომატების ჯერით დახვრეტა, კამერაში ჯალათის მიერ დახვრეტა და მიწისქვეშა ბუნკერში ჩაგდებული შეკრული ადამიანის მოსპობა. სულ ეს არის. მოგესალმებით, მისტერ ენდრიუ. სამწუხაროდ მე უნდა დაგტოვოთ. გამარჯობათ. ჩემი მეუღლე ჰერა. მესამე კარებში ხიზლათი ყავები ცოლო გამოდის. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ ბუღა ცოცხალია? მე ვამბობ, რომ სიკვდილ მისჯილი ამ ხანაგი ციხიდან გამოვიყვანე. ეხლა გვდიონ, აბუღა. გონი გავძვერით ლეუში. აბა რა ეგონათ, ბიჭო? შეესვი, რატომ მეუბნებოდი?
შენი მუშტი რომ მოხვედრო და კიდე ერთი ტრუპი გვინდოდა და ო კარგი რა, ორჯერ ხوار დაყურეთ. ეგ დაივიწყე. ბუღაჯან, შავი სიზმარივით. ოდა მაგათი დედაცო. რა სიგლავ თავს ბუღა, გაიხადე ეგ. ბუღა. რომელი მოგწონს აირჩი? მედი იარე. აი მასე რა სიტყვი ბიჭო, ჰა? ძაღლის ნოს ვაგებ ლეუში. იცი რა, ტანს გადავივლებ და მერე ვივახშმოთ. კნიაზე ვიდახარ. მე მართლა კნიაზე ვარ ჩემო ბუღა. რა უნდა გითხრა იცი? დღეიდან ერთმანეთს სახელით უნდა მივმართოთ. შენი ნამდვილი სახელი რა არის? მინა. მინა? ო, მინა. ო. რუსულათაც ჟღერს მინა. მე მინას დაგიზახებ. შენ ბატონ ლევანს. ესეგებია? და ჩემ ბატონი ჟენა. ესე საჭირო. დამიჯერე რა. ესე ხალხთან გვექნება ურთიერთობა. ბატონობით უნდა მივმართოთ ერთმანეთს. და შეშემოიდანე. იქნება სადმე. ესმის. რას გეტყვი, ცილეუშ? რას? ცოტა ფიტილს შეუწიე, თორე ვირის ტარაკში ამოგაყოფინდება ხო თავს. ცოტა გასაგებად ბრძანე. უფრო გასაგებად? ოდიო. შეშა გინდა? რა გინდა შეშა? უხრისტეს. შეგწივდა? არა, მაგრამ იყოს ბუხარი. ოდა ბუხარი ვისაც უყარს, შეშაც იმან მოიტანოს. მასობაში ყარს დავჩეხავ. ნავც ნახავდი. კარგად ჰავა გიზგიზებდი და სუპრასაც მიუსყდებოდით. ნუ დაიზარებ ჩემო მინა. რომ შრალი არჩი.
ხმელი თორე ვახშამი გვაქვს იმის დედავატი. ერთი რჩევა მინდა მოგცე, მინა. რა რჩევა? ვიცი რომ არ გეწყინება. რადა? მიდი ამოშაქრე. არა, ვიცი რომ გამიგებ. მოდი ნუ მიმატოვებ რა. მიერდგულე და არ წააგებ. მე და შენ ერთად ვიყოთ? შენ და მე. ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. ისე ვინ რა უნდა დამაკლოს რო? იცი რა საქმეებს გავაკეთებ? წარმოიდგინე შენი ჯანი და ჩემი ჭკუა. აზე ხარ შენ? ყველაფერი ჩვენი იქნება, რასაც მოვინდომებთ. იმის დავატრიალებ საქმეებს. მოგა დამიჯერე რა. ერთად უნდა ვიყოთ ძმო. ხოდა ერთად არა ვარ. ეხლა კი ვართ, მაგრამ საერთოდ ერთად უნდა ვიყოთ მეთქი, გამიგე? ბოლომდე. ისე აერია მონასტერი, კაცი კაცარენდობა, ბიჭო. ისე დავობზრიალო თაკაურობა, რომ იმის დედავატირე მე რა. დამიჯერე რა. შენ მაგას ალალად ამბობ? ალალად ამბობ როგორ? ზოლინეს გვაწყობს. არ გინდა კაცურად იცხოვრო, ბიჭო. როგორ გონია ვინ გამომიგზავნა შეიძლება? რავი, რომელი გითხრა? ძაღლობამ, პროკურორმა, მოსამართლემ. განგებამ. მინა გენაცვალე განგებამ ღმერთმა გამომიგზავნა შეიძლება. შენ როგორ გონია ეს ყველაფერი ისე შემთხვევით ხდება? არა ძმო. თითქოს ვიღაცა ზემოდან გვიჩქერის ბიჭო და ყარნახობს. ერთად იყავით თქვენ დალოცვილებო. გესმის? ხო. ჩვენ გაგვიმარჯოს მინა. ღმერთი ჩვენსკენ. ორივე მრავალჯერ არის ნასამართლები და ამჯერადაც ძიმე დანაშაულის აი გააჩერე ტელევიზორ ბიჭო. უყურე. საქართველოში მიიღებული ახალი კანონის თანახმად სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა რომ არ აღკვეთილიყო, ორივე სწორედ ამ მუხლით დაისჯებოდა. ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ცნობილმა რეციდივისტმა გორდეზიანმა მეტსახელად ბუღამ ბადრაგის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი გაიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ცნობით ბუღამ გაანგრია საკნის კარი, შემდეგ ციხის კარი და ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე დაჭრა ზედამხედველი ზოით. მეორე გაქცეული კანონიერი ქურდი ლევან მეტსახელად ლევოც ციხეში სულ ახლახანს გადმოიყვანეს ციხის საავადმყოფოდან, სადაც იგი მკურნალობას გადიოდა როგორც ფსიქიურად დაავადებულ. აი ტყუანის მძიმედ დაჭრილია გიჟოთ არ გამოცხადეს? მას ჭრილობა ავტომატურად. არის ჯექირო. სადა? ფსიქიატრიულში? რავი, აბა შენახარა. მძიმედ დაჭრილია სერჟანტი იკაევი. მას ჭრილობა ავტომატის კონდახით აქვს მიყენებული. ეზენი თავის ჭკუაზე არ არიან. ვინ იკაევი, რა კონდახი? ერთი იყო კარიდორში რო ხიე. ისიც მუშტი. აფიქრებინებს, რომ შავ სამყაროში მზადდება რაღაც ოპერაცია, რომელსაც ისინი სათავეში უნდა ჩაუდგნენ. ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ გაქცეულების შესახებ, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონზე. ბავშვთა სახლში გცემდნენ ხოლმე? ნუ გეშენია მითხარი, ვერავინ ვერ გაიგებს. ამას არ გადავიღებ. არ გადაიღებ? რომ გეუბნები? ვინ გცემდა ხოლმე? კოკა აღზრდელი და მურთას აღზრდელი. მურთას აღზრდელმა ხელი გადამიტეხა. რატომ გადაგიტეხა? ვერ მოზომა? არა, როცა ვინმე ბავშვი რამეს დააშავებს, კოკა აღზრდელი და მურთას აღზრდელი საკანში ფუტკრებს დააკვენებს. ჯერ ფუტკრებს დააკავენა შენი თავი? შენ რა დააშავ? მე ისა შედედებული რძე მოიტანეს და საწყობში ჩაკეტეს. და მოიპარე. მაინც გაყიდიდნენ და მასწავლებლები კიდია? აღზრდელები. ხო, აღზრდელები. აღზრდელები კიდია? ოღონდ ნუ გადაიღებ. ხომ გითხარი არ გადავიღებ მეთქი? საწყობში შეხვედი. მოიპარე შედედებული რძე და მერე კოკა აღზრდელმა დამიჭირა.
და ხელი მოგდე ხა? ორთავე კოკა. მაგათი დედა ვატირე მე მაგათი. აზე ხარ ბუღა? რას უშვებიან უპატრონო ბავშვებს თო? ჯერ ფუტკარს რომ მეუსევ. რა ხალხს მოტეხ. ეს ამოსდელები ესენი. ორ თვეს მოითვენენ მეც არა. ოქტომბერში მაგბარში მოეხაზება ინახავ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. ან მოეხაზება ან არა. გამორთე ამათი. ხალდილით ადრე უნდა დავითესეთ. აქ საშიში ეყובნა. ტროტელი არ უცია დინამიტიკია. ერთი და იგივეა. ტენტე. ტრინიტროტოლო. მანქანა შენ გარიცხავ. მოკეთე გიარდებ მანქანაში, აქტოვებ დაჩაზე. შენ რა აზე ხარ? ეს კომი ჩემ აგარაკზე გინდა დატოვო? ხო, ამომა ესე თქვა. შენი აგარაკი, შენი ქმარი და ესეც ერთ ხარში გავლენ. ამაგილად დიდი ორმო იქნება, მოდი მომეხმარე რას ხო, მოგეხმარ. გამოიყვანე. ეს მოდი ჩემთან. მოდი. შენ ყველაფერი შეგიძლია. ვინ არის? სა. მაინა მაინც ძალით უნდა გიქნა. გაჩერდა. მოიცა. ბუა. ეფიმ კიშკა. შენთან არის დებობს. ავიჯექი კიშკასთან. როგორ დახრით ესე გუგედო. რომ იყავდეთ? გითხრა რამ? რა უნდა ეთქვა?
რავი, კაცი რომ დასახურედად მიყავთ, რაღაცას ამბობს. არ მელაპარაკია მაგის კაცსა. ერთი იყო ნაგოლგა გამიგეთა და ამით მორჩა. მაგრა ხატავდა. ო, მაგრად. მახوار რა თქვა გაიგე. ამო. მერე? რა მერე? ამას ჩემი დაბრუნება უნდა. რატომ? ეგ შენ უფრო იცი. ხვდები. უღა. შენ ახლა ახალ ზემოსვანეთში. უჯგულში. მიხონი ჟარაზესთან. ის მოგივლის. შენ ახლა ცოტა ხნით უნდა გავკრეთ. შენ იქ. მე აქ. ეს ფული. ჯერჯერობით გაყოფ, მე კიდე გამოგიგზავნე. აბა შენიც. მანდ მალე უკვე პოსტებია. ფრთხილად მინდა. არის ბატონო ლევან. შეიძლება მისი ნახვა? ვერ გეტყვით. არ ვიცი, ალბათ შეიძლება, მაგრამ სად და როგორ? ნამდვილად არ ვიცი. თქვენც ხომ არ გემალებათ? არც მემალება და არც მეძებს. მიმალულა სადღაც თავისთვის. ჩვენი ბუღა გლეხია, გუთნის დედა. გუთნის დედა? კაცი, რომელიც მიწას ხნავს, ყავს ხარები, აქვს გუთანი. მე სიამოვნებით ნახავდი ბატონ მინა გორდეზიანს. იმ დღის შემდეგ, რაც ციხიდან გამოვედით, არ მინახავს. ლორდ, ბუღაზე სიტყვა ბატონი ცოტა არასწორად ჟღერს. რატომ გამოიყვანეთ ციხიდან ბატონო ლევან? მე ფული მქონდა. მას ძალა ვჭირდებოდით ერთმანეთს. ციხიდან გამოპარვისათვის ფული უფრო საჭიროა თუ ძალა? თქვენ უკვე როგორც ზედი ხელისუფალი მესაუბრებით. ფული. რა თქმა უნდა ფული. ფულით მაშინაც ყველაფერი კეთდებოდა ლორდ. ახლაც კეთდება. სიგდილ მიჟელის გამოყვანა კი რა თქმა უნდა უფრო რთულია და ძვირი. მას გონია რომ პაბეგი მოაწყო. არც იცის რომ მე გადავარჩინე. აცი, ყველაფერი კარგად იქნება შეკაც. მოგეშინია. დავიჭერ სამივეს და მივჩეჩქვა. სამივეს ერთად მიჩეჩქვა? თრად უფროსი ძმა დაიმატოს თუ უნდა. შეკაცო.
ამდენი ხალხის გადასვლა გაგიგონია. ვირის მუშაო. რა გეწყინა მე? ვინაა მაგათი ვირი? ეკანა ვისია. ვისია და მამა მაგათის. ხოდა თუ შენ იმათ ყანაში თოხნი, ვისი მუშა ხარ გამაგებია? მამა მაგათის. ხოდა ვიყოფილა ვირი? მაგათი მამა. ხოდა ასე შედაროცებიში. თუ შენ ვირის მუშა ხარ, მაგათი მამა გელვასი, ქეყოფილა ვირი? დაუმართ. ძამიკო. გისმენო ბროს. რაღაცა პრობლემა მაქვს რა და. შეგიძლია რომ დამეხმარო? ძმობაში. ერთი წამით? ალო, ერთი წუთი? ოუ. ვა! რა ვახარ, შეგანდონო შენა. ბიჭო. ეხლა გჭირდები არა? შენი ფსიქოლოგი ვარ, არა იბიომარ. ეხლა მომისმინე, ვისანაც აქამდე რეკავდი, წადი და იმათან რეკე რა. შენ შემოგვივლო ძმა, ჩემთან უღარ დარეკავ. აბა შენ იცი, როგორ გამახარე შენ ხო არ იცი? ხო და ნუ იკარგები, მე გამახარე ხოლმე ძმაო, ხო? კაი ძმაო, კაი. დედაც მოყანა ერთფერე რა. ფსიქოლოგი არ გამხადეს თო. ხო და რას გეუბნებოდი? ძაღლი მომიკვდა რა. ხო და ეხება რამე ადგილი მომინახო და დამამარხიბა სადმე რა. ძაღლი? ხო რა. შენ მესაფლავი არ ხარ? ხო, მერე? ხო და ამე დაიღე რა შენი არაღები და წავედით რა. რას მიყურებ თო? იარაღი გაქვს რამე რო? აქ არის. და ვით წამოიღე და წავედით რა. დროზე რა ცოტა დროზე. დროზე. ოუ. საით ახლა? მედი პირდაპირ. Mama's a little girl. I ain't facing all this drama, cause mama's a little girl. They ask us why we mutilate each other like we do. Mama's Mama's just a little girl. You wouldn't ask why the roads that grew from the concrete had damage past. Will to reach the sun. Well, we are the roses. რა ბიჭო? ეხა შენ მე რას მაგიჟებთ, მაო რას? ხო. მე უნდა ვერათა უნდა მნახო, მაგრამ შიგ ხო არა აქვს ბიჭო მაგრამ. არა ძმაო, მე თავი დამანება თქვენი საკო თქვენი რომ გაარკვიეთ რა. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი მენურაფერში ნუ. ხო. კაცო თქვენ საქმეს თქვენ მიხედეთ. ეს არის რა. თქვენ საქმეს მიხედეთ, კაცო მე არაფერში არ მენდი ვინ არიან გახლები ვაფშე ვიცი რომ ვინ არიან. რა ვიცი მე ვაფშე პირველად მესმის, მაო, საიდან მოიტან? არ მე იქ რა მინდოდა? შენ აზე ხო აზე ხარ, მე რა კლიენტი ვარ, მე იქ რა მინდოდა, მაო, მითხარ. ჩამოვიდნენ მეთქი, მაო, გეუბნები ხა, მე ავიდე და მაგათ უსაწყავ ხა ის კი არა ვარ, მაგათი ხარაკ. ხო. შენ რა შვები ვაფშე მითხარი, მაო? რა შვები, ძაღლია. ის ხოროშიანო ძაღლი არა ის აგა. დაშე. აქიდე ხმა არ მოიღოს, ანამ მე არ წავალ. კაი ძმაო, კაი. ამას ხო ხედავ? რა? ხო. აქედან ორი შენი ბინისაა. ვიცი. სანამ ყლიტეს გამოცვლი დედა გეტირება. ხო, კაი ძმაო, კაი. 2 საათი კრინტი არ დაძრა თორემ. რა. შო, დაკარგე ეს მანქანა. არა ძმაო, მე ის კი არა ვარ, ვიღაც. თუ ჭკუით იქნები, ამ მანქანას გზაზე დავაყენებ. კარგათაც დავკეტავ. კაი ძმაო. ხო გაქვს ეგრეთი. კი, კარი რულის ქვის, ძმაო. ხო და თუ პოლიციამ თვითონ არ გაქურდა არაფერი არ დაიკარგე. ხო, კაი, ხო, ეგენ მაგარ ბოზები არ იყო, სულ ეგრე. ეხლა. კაი. დაეგდე შენ ზეცე. აი, რა შვები. შენი ძაღლი დამარხე. კაი, გერექსა. ო.
გაჩქარებით. დარწმუნებული ხარო ლეო. ლოგიკით ეგ უნდა იყოს. ეთყობა ღამით მოსულა. ძვირფასი საათის გაკეთება მოუსწრია. მერე ტელეფონი გარეკვა უნდა და ერთმანეთს ხოცავ. ეგრე შანს. სამფეთქებელი პროფესიონალი უნდა იყოს. მაკვალს მიხედა. არის. აი ეგ ბუღაკ ერთ კვირაში ჩემთან უნდა მოიყვანოს. დარიან ცოცხალი. არის. რა თქვი ახლა სასაცილო? არაფერი ბატონო გენერალო. მეორე გაქცეული ბუღა სად იქნება, როგორ ფიქრობ ვანო, ჰა? პირველი გაქცეული და მეორეც აქედან შორს არიან. მაშინ ეს ვინ არის? არ ვიცი. ხუთი წუთით აქ შევიდეთ რა, ცოტა წავეთემს. დილიდან არაფერი მიჭამია. თქვენც დაიცვენებთ ცოტას. აქ დაგელოდებით, თქვენ შევძანდით. არა, ერთად წავიდეთ. ასეთი შაშა. მაგრამ მოგვარდა. ესეც უნდა მოვაკვირდეთ. იბო კაცი, ოქო სიტყვაში ასულოთ, ნო. აგარ კიდე რა სამი თვე გავიდა. კიდე არის მოვიდა. როდის მე, როდის? მოიასრულე სიტყვა და მორჩა. ერთება ეს საქმე. გავედით. მე ბოდიში ვერ გრებავს თქვენი თავი მონებავს ბეჟო მაიცა რომელი ხარ თუ შენი ძველი ნაცნობი ვარ ცისკნელი მაიცა ჩემი ძველი ნაცნობი მაიცა წყალი ვახტო ლეუ შეგენაცვალე საიდა ბიჭო შეგენაცვალე როგორ გამახარე რამდენი ხარია აღარ მინახი ხარ შეგენაცვალე ჩემი ძმა როგორ გამახარე ბიჭო აი დილიდან რაღაც მარცხენა თვალი მითამაშებ და შეგენაცვალე ჩემი თავი ეს რა სიურპრიზი გამიკეთე ვაიმე სულ ეგრე იცი წამო აქეთ გავიდეთ ჩემი ძმა წამო შეკო ასე არა ხარ ლეუ
რაღაც მაზალო სოტკები მოდიოდა შენ. კარგად იყო. კაცო, მე კი ვიქნები კარგად, მაგრამ რაღაცნაირად ნეპრიატნაც ხდებოდა რა. ამბობ, პრიჩინა რა არის? დიდი ფული. დრამაყუთი, კაცო. აფშაკის მე და მაგან დალნიდან რა წამოვიღეთ ეს. აჰა. მე როგორ იყოფოდა? როგორ იყოფოდა? უფრო მეტი RSFSR და რამე. აჰა, მაგას თავისთვის უნდა რა. ეგრეც იყო რა. რო გავასაღებინა. რუბენა, ბიჭო. ლეუშ მე რუბენა ვიცი რა. ეგა ამოს შკოლნიკია. ჯაფარა გარეთაა. კი, გარეთ არის, მაგრამ სიზავს ის აქვს რა, რაღაც მელკი ბიზნესია, კაი, პატარა ბუდკა აქვს რა იტოქში. შენ და ჯაფარამ უნდა ნახოთ რუბენა. ნახავთ რა პრობლემაა, სად გაიქცევა. ეგა ბილიარდისტია. დღეს სანამ გაიგებენ ჩემი გვამი არის თუ არა. კაი, ლეუშ, მოდი დაბრუნებას გავუმარჯოს, ჩემი ძმა. დაბრუნებას გავუმარჯოს. მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს, ლეუშ. მოდი, აღარ გვინდა რა ეს ტრუპები, ეს გვამები. მოდი რა იტოქში შენ вообще რა კუჩი როგორ ვიყავ გედაცალე. вообще რა გედაცალე, ჩემო ლეუშ. ვახ, გედაცალე, მოდი. ჩვენს მერე ხელად მოსულა. თბილისში ჩამოვიდით თუ არა ეგრევე იტეთქა. ბოლი ქვემოდან კარგად მოჩანდა. ტელევიზორში რა თქოს ამ ნაბოზრებმა გაიგე ამუჯან. 8 საათსა და 15 წუთზე მოხდაო. ტელევიზორში ისიც თქვეს ერთი გვამი ნაპოვნიაო. ნაპოვნია დამწვარი მამაკაცის გვამი. ორი გვამი ნაპოვნი არ უთქვამ. ვახ შენი დედავატირი, საცუდაო ფრიდონ ეტყობა ნაკუწებად იქცა. ფრიდონ, ჩვენი პიროტექნიკი. ფული იმის ოჯახს მიაწვდინეთ. ეს ბუღა აპასნია, ვინც ის იქნება ლეონ საქმეში გაუშვა. ბუღა უნდა დავიახლოთ, გამოგვადგება. ლეუშა თუ გამოჩნდა კიდევ შენზეა. სამასაბოა ამოჯან, მაგრამ არ ამგონია გამოჩნდეს თო. აი, დარი ხوار ჩართავდა ტელეფონს. ეგ ყველაფერი ამო, მაგრამ რაღაცა უნდა კითხო, ხო იცი? იმ ქალს რა უყოთ? იმ ქალს მე იმას უზნავ, რასაც აქამდე უშვებოდი. შენ კი იცოდე, არაფერი გაბედო. მეთხრეს უტრიალებს, არ აქვს გონი ამოჯან. უბრალოდ არ გაყვიდოს მეთქი, რა ვიცი აბა. მოკლედ ლეუშა თუ დაიბრიდა, მისი ქვრივი ჩვენი მისახედი გახდება. და თუ ცოცხალია, ისევ ეს ქალი გვაპოვინებს. ეგ მართალია. შენ ახლა წადი დაისვენე, აქ ნუღა გამოჩნდები. თუ დამჭირდები, შეგატყობინებ. არაში ამო. რაღაცა უნდა გთხოვ ამოჯან. აი ამ ჩემ ძმას ისევ ჯარში უშვებენ, თო? იქნებ რამენაირად დამეხმარო, ამით 10 კაცს გაუშვებ ზაპაში. ჯიგარი ხარ, ამო, ჯიგარი. თავს გაუთხიბე. სამიას ვარტყა 200-ზე, კუთხეში ჩადის. ჯავარდა? ბიჭები გელოდები, ბიჭები. არაცელი, ხედავ თამაშობ, ხედავ. მოიცი, მე მოიცი. მოიცი მეთქი, მათამაშება. ეგ ამომყევი მეთქი და. ეგ საქმე! ხედავ თამაშობ, წამოვდი. შენემ დამეგოდე, მე მალე გავაგზავნე.
აბდაბაში გასულო. ხელი გამიშის. ვახსენი. ლეო შენ არა პეთქდი? კი. აფეთქდი, მადლობელი ვარ. ლეო ნუ მოკლავ რა გეხოცები რა ლეო რა. ლეო ნუ მოკლავ ყველაფერს გეტყვი ლეო. გეხოცები ნუ მოკლავ ლეო რა. დაიწყე. ამამ დამიკვეთა ლეო მაგარ ნაბოზარმა დამიკვეთა გეუნები რა. რას მერჩოდა? მაგარია პასნიო. ლეო ისე არ ტეხავს ამათარ ულაპარაკო თან. რატო ტეხავ ვისმენდნენ? კარგი შევიჭირიმე კარგი. აი პოლიციასთან არის შეკრულიო. პოლიციასთან არის შეკრული ლეოჯა. ეგ კი არა. ფულ სადმავა. რა ფულს ლეო? გაგრი. არა გეხოცები ლეო. ლეო გეხოცები რა. ლეო გამიშვით. ლეო გემუდარებ. ლეო გული მაგზუდად გეხოცები რა. რუბენა თუდი კაცი არა ლეო გამოგადგება რა. აი ეგრე ლეო. გეხოცები რა. ხო. არა. არა, ლეო, გებიცები, ლეო, კაცობას მისავა, ლეო, ლეო, არ აქვს მენია, ლეო, ჯა, სინდის მისავა, ლეო, გემუდარები რა, ეგრე, აი ეგრე, შენ შემოგევლი, ლეო, ხო იცი, რუბენა უღალატო კაცია, ლეო, გახოცები, ლეო, ნუ მოკლავ რა, ლეო, ნუ მოკლავ. ლეოш, დავახვიოთ რა ეხლა აქედან რა. რომ არ ჩავარტყა ნაზად დავიბრიდები რა. ალო? ხო, ნინო. ხო, წამალი მაქვს დალეული. ხო, ისე ვარ, რომ ფეხზე ვერ ვდგება, რომ მთელი ღამე გავათენე. ხო, ვიღაც ჟურნალისტები მოდიან. ხო, ვიღაცები, რავი, ვიღაც გაურკვეველი ხალხი. თანაც მითანა გწნობენ, ხომ იცი? თანაც ხუმრობენ რა. ხო, არა იცი რა, ეს ყველაფერი რომ მორჩება, მე 1-2 კვირის სადმე დავახვიოთ და წავიდეთ და დავისვენოთ. ხო, ჩემო კარგო. კარგი, კოცნი, კარგი. შემოცოვა დაკარგული შენი ქმარი მოედი. მიხო! მიხო! რომელი ხარ? მიხო ხარ ნიჟარაძე? ო, მიხო ვარ. ლეოც განა ვარ მე. გასაგებია. თივა ხო გაქვს? რამდენი წგინება?
მე აქ დავიძინებ. სახში შემო ვიმახშმოთ. არა, აქ დავჩები. შემომიდანე რამე საჭმელი. მინდა ვნახო მინა გორდეზიანი, ბუღა. სად არის იგი? ამჟამად სად იმყოფება? მას შემდეგ არ მინახავს. ჩვენ ორივე მივიმალეთ. მე ბიზნეს მოვკიდე ხელი, ის კი როგორც თავად დარწმუნდით, დღესაც მოკლულად ითვლება. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი ძალის ადამიანი ვერ დაემალება. იგი უსათუოდ გამოიჩენს თავს. გამოიჩენს და ისევ ციხეში მოხვდება. ლორდ, ხელისუფლება იცვლება და არა კანონები. ციხეში კი ხომ იცით როგორი გაუსაძლისი მდგომარეობაა. თქვენ მართალი ხართ ბატონო ლეო, თქვენი რესპუბლიკის პენიტენციალური სისტემა რეფორმებს მოითხოვს. მეც მანდარა ვარ. რა ბრძანებთ? მეც მანდავარ, ასე ვთქვათ, სიამოვნებით დავეხმარები ამ პროექტს. ის კი არა, მატერიალურადაც მივიღებ მონაწილეობას. ბევრი წლები მიცხოვრია ციხეში და ვიცი, რაც ხდება. ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც εκεί ტანჯება და მე მინდა შეუმსუბუქო ეს ტანჯვა. ჰუმანური გადაწყვეტილებაა ბატონო ლეო. თქვენს ციხეში ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება. არც ცხოველს. რა თქმა უნდა, ლორდ. რა თქმა უნდა.